მე მგონი რაღაცა ისე დროს მოვედით. ეხა ანთებენ ალბათ. ვაუ. დამუძღლა. ანუ ზაოსრება არ არის? ესეთი რაღაცა არ მინახავს არსად. Aș dar ugrāt. ანუ ძალიან მაგარი იყო მართლა. აბა სადაა მარკეტი? აუ ესეც არის მარწყვიანი შოკოლადი, რომელი გვინდა? ანუ ყველაფერი მინდა და რა ვიყიდოთ? იგი როგორი? ანუ მართლა გაიყიდა შოკოლადი და ვეღარ ვიღე. ხო, ეგრევე. Ja. Christmas market-საც მოვაგენით. Ja. ხო, აქეთ აღარ არის მარცხნივ და მარჯვნივ წავიდეთ. ჭამას ვარ ცალკეა თქო. არიში დღე ვიყავით და მაგიტო არ იყო ამდენი ხალხი. საღამოობის გატენილი. პარასკევის საღამო არ. ხო, და სულდებს ვავენ და რაღაცეებს. რა არის? არ ვიცი რა ხდება აქეთ. მარა ხერხი წავე. კაი იქნებოდა თარო აიხსნა რა რომელი იყო. ნუ ეს შავი და ეს ცოტა ის იქნება მძიმე და ეს რაღაცა გემოწივა. ეგ როგორ გავიღოთ ახლა? მარწყვის სუნი აქ. მე ეს მაინტერესებს. არ უნდა მომწევ. არ მინდა. დილამშვიდობისა. გათენდა დილა ბრიუსელში. ეხლა მივდივართ სასაუზმოდ, მე მანქანით დაახლოებით 1 საათის გზაზე არის ბრიუგე და ბრიუგეში მივდივართ road trip-ზე. ამგვარი ძალიან კარგი საშობაო ბაზარი აქვს მანდაც და ნახოთ, მართალია ბრიუსელი არ მოგვეწონათ ჯერჯერობით, მაგრამ იმედია ბრიუგე უფრო გაიქნება. ესე იგი ბელგიური ვაფლი მოგვიტანეს. ესო რა არისო? რაღაცა ნაღების კრემია. და დარიჩინით. ვაშლი და ვაფლი. ამიჩი ძალიან არ გაგვიმართლა, თან ქარია, თან წვიმს და თან ყინავს. ჩამოვედით ბრიუგეში, ახლა დავაყენეთ მანქანა და გავდივართ ქალაქში. წვიმს. დაწვიმდა ისევ. Okay. Aha. და რაღაცა ესეთი ამინდის თითქოს თავისი ისა. მოგამი აქ. დაგემ ცხელა. ესეთი მეგონა რომ იქნებოდა ბრუსელიც რა. შობაზე მე წავნია.
სეგი ამინდმა ძალიან გაგვიფუჭა დღე, მაგრამ არა უშავს სვალი ვარ. დღეს ნამდვილი სათელი ჩავაქრე. ამჯერად ბელგიაში და მოკეთ გადავწყვიტა რომ სადაც ჩავალთ ახალ ქვეყანაში, ნუ კიდე ერთი ახალი ქვეყანა გვიწევს, ლუქსემბურგში მივართ ხვალ და იქაც ჩავაქროთ. მე მგონი ეს შოკოლადებია, კი აქ შევიდეთ და ვიყიდოთ. რა ვიცი, აი ხო სასაჩუქრე რაღაცა. შოკოლადები ვიყიდეთ, მაგრამ საშინელი წვიმა არის და ხავეძეთ რომ სადმე დავუჯდეთ რესტორანში. ცოტა შევაფაროთ თავი. საშინელი ამილია, თან ქარია და სახეში გიბერავს წვიმა. რაღაცა ეკლესია არის, რაღაცა. გელა. კეთრები არიან, ფეროთმენა. შემოვედით რაღაცა რესტორანში. თქვენი აზრით ეს ნაყინია? ეს არა, ჩიპსი. ეს მე რა დადნები? ესე იგი ვერ შევირგეთ რა ბრუგე. ამა მინდის გადამკიდა. არა, კიდე უნდა ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, ძალიან საყვარელობა. ეგ დღეს ვიყიდეთ ბელგიური შოკოლადები. ნაწილი არის საჩუქრად, მაგრამ აუცილებლად ვიყიდეთ ჩვენთვის და ახლა გავხსნათ რძიანი შოკოლადი და M&M's გავს. მაგრამ მე შოკოლადია. უბრალოდ რძიანი შოკოლადია. ესეთი რძიანი შოკოლადი არის და თხილის ნაწილაკები აქვს. ეს ნიკას ძმისშვილისთვის ვიყიდეთ ესეთი საყვარელი და თუნია შოკოლადი და ნიკას მშობლებისთვის ვიყიდეთ შავი შოკოლადი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეგეთი უყვართ. ჯომშტობისა, ახლა ჩავალაგეთ და მივდივართ ლუქსემბურგისკენ. ჩემი უკვე ნაჭამია, sorry. კაია? Ja. შემოვედით. ეს არის საყვარელი? აი. ჩამოვედით ლუქსემბურგში ძლივს ახლა ჩეკინს გავაკეთებთ და ალბათ ოთახში რომ გავიმზადოთ და წავიდეს გასასეირნებლად. ჩვენი სასტუმრო არის ცენტრის ზედა ქუჩაზე, ანუ ძალიან ახლოს ვართ, ფეხით გადავალთ ეგრევე. ჩავიფუთნეთ. შენ არ გიტყობა ძალიან საფუძნელი რა ხარ. წავედით სასეირნოთ. უფასო ტროლეიბუსით უნდა ვიაროთ. So cool. ნამდვილად უფასოა? ანუ არაფერს აღება არ გინდა? просто შედხარ? That's crazy. ახლა მოვედით ტრანსპორტში, ავტობუსში. ლუქსემბურგი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2020 წლიდან. დავტესტავთ. მეგონი შემოიგაჩერება? ხო, ალბათ, იმიტომ რომ 3-4 წერია და შვენიერი ტრანსპორტი იყო. კომფორტული, სუფთა, უფასო, რაცავარია. ეხლა მოვედით? ხო, სადღაც ვაფრი იყიდება. სად მოვედით მითხარი რა? არაფერი, просто რაღაც ლამაზი სასიარულოა და ჩანს ძველი რაღაცეები რა. ეს რაც ციხესიმაგრეებია. ესეთი გზა არის. სასეირნო და ლამაზი ხედია. და გადავიხედოთ. როგორი სახლებია.
ეს კათედრალია ალბათ. ძალიან ლამაზი არქიტექტურა აქვს. თან რაღაცა ანუ სხვა ქვეყნებს დიდად ძალიან არ გავს. ცოტა განსხვავდება, ხო? იმის ყველობაზე რომ ევროპაში ყველაფერი ერთმანეთს გავს. ეს რაღაცა ის არის უცხოა. ნაჯვარი არის თითქოს რა, საფრანგეთსაც გავს. იმასაც გავს. შვეიცარიას. უჭრელი. სახურავები მომწონს წაწოტებული როა. სამოსია. რა ძალიან სივა. რაღაცა სუნი მომდის ვაფლის და ძალიან მინდა. გვინდვენი არ მინდა, ცხელი შოკოლადი მინდა მე. გვინდვენი ჯერ. არ მიყვარს გვინდვენი. აქეთ რეები იყიდება, ვნახოთ. ანუ საოცრება. ხო. ადგილი არსად. ამ მარკეტებზე ჩვენი საყვარელი რაღაცები ყოველთვის არის ხილი შოკოლადში ამოვლებული. არ მიყვარს გვინდვენი. ეკრი როგორ არის? კივია. მოგეწონა? ხილი არსება ხმასტოლიდან. აბა. რა ხელმარწყობია? თავს თუ სეტყვა ნეტა? სეტყვა შო. გადაიღო უკვე? დემოა. ცოტა გათოდა რა უშავს. ძალიან კაი სუნებია და ძალიან კაი მარკეტია რა. ძალიან ბევრი ხალხია, ისე რომ ვერ კაიული წესიერად რომ ის სიამოვნო. რა მაგარია რომ თან გათოვდა რაღაცა ის არის ძალიან განწყობა. ხერი როგორ წითელი მაქვს ბდულს გავარ. ანუ ესეთი ის არის ჩემი საყვარელი. ესეთი ქუჩები რო არის და რო გაივრს შოპინგი რო არის და ლამაზი როა თან. So cool. დიორის მაღაზია. ლამაზი რაღაც. First time of the year. ჩემი მუსიკალური გაფორმებელი ხარ. ეს მაღაზია Hermes. So cool. აქ ეთყობა ჩვეულებრივი მოკვლევების მაღაზიები არ არის. წავედით ვახშამზე. რაღაც რესტორანი ვნახეთ, უბრალოდ დაჯავშნილი არ გვაქვს და იმედია შევოტკვირა, რომ არის ძალიან ბევრი რესტორანი დაკეტილია. ხო და ნახოთ. მაგარი დავაშე არეთ დასარტავე. ამან ყველაზე ბევრად გაამართლა. არა, კაი. ის რატო არის ის ფერი? თოს. აუ, თეხა ძალიან თოს ნახე.
სერიოზულად. ხო, easy. თოშ. Wow. სოლებში. Oh, რა მაგარია. Breakfast tomorrow for you. Here is the 17th century chateau. The breakfast room is here. Very cool. So cool. Really cool. Ой, პატარა ტელევიზორის მქონია. კი, ძალიან საყვარელი. არის ისინი აქ ნახე. ყურძენი ახადია. Thank you. მიუჭახუნოთ. ჩვენ ულამაზებ გოგოს ქალბატონთან მას. მიულოცოთ დაბადების დღე. და ბატონი გუშათ ისე მეუღლის დაბადების დღე შამპანში შამპანიური. აგერაბები. Wow, ყოშა. Დიუმშტობისა გუშინ ჩამოვედით შატოში შამპეინის რეგიონში სამწუხაროდ ამე ჩამოვედით და კარგად ვერ ვნახეთ ვერაფერი და დღეს უკვე თბილისში მივფრინავთ ამიტომ ახლა ვალაგებ რომ მოვესწროთ საუზმე და მერე წავალთ უკვე აეროპორტისკენ მოდი რა სად გავიხარ ნუ გისინია მოდი უთხარი გამარჯობა ჩემ გამომწერებში კიდევ ერთხელ გამარჯობა ამჯერად უკვე საქართველოდან ჩვენ დავბრუნდით თბილისში გუშინ იყო ოფიციალურად ჩემი დაბადების დღე და ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ავღნიშნე და ახალ წელსაც ვაპირებთ რომ შევხვდეთ თბილისში იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი მოგზაურობის ბლოგები
ყველაზე მეტად ალბათ ესეთი ვიდეოების გადაღება მიყვარს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხშირად მომეცემა ხოლმე ამის შესაძლებლობა. ასევე მინდა და მეთქვა, რომ ძალიან ხშირად ვაკვირდები ხოლმე ჩემი ვიდეოების სტატისტიკას და როგორც ჩანს, თქვენი 85% არ არის ჩემი არხის გამომწარი, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი არხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი мотивაციისთვის და ასევე ზოგადად არხის ზრდისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ და შევხვდებით.